უკავშირდება თუ არა ოზურგეთში მომხდარი მკვლელობა კომპიუტერულ თამაშებს. ადგილობრივები ერთ-ერთ ვერსიად განიხილავენ, რომ 24 წლის ბიჭმა 58 წლის მეზობელი ინტერნეტით უცხოპირისგან მიღებული დავალებით მოკლა. თავარის ინფორმაციით ბიჭს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. ოჯახი ადასტურებს, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ ახალგაზრდა ტყეში თვითდაზიანებებით იპოვეს. შემთხვევა სოფელ კონჭკატში მოხდა. 24 წლის ბრალდებული დაკავებულია, მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ამ წუთებში პროტესტია ნაძალადევის რაიონში სკოლის აშენების მოთხოვნით მოქალაქეებმა გზა გადაკეტეს. მე-14 საჯარო სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები ახალ სკოლას 4 წელია ელოდებიან. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების დემონტაჟი 2022 წელს მოხდა, თუმცა ახლის ასაშენებლად სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა. ტრამპის ადმინისტრაციის სპეციალურმა წარმომადგენელმა კომპლიმენტები დაავსო პირველი ლედი თქვა ოცნების წევრმა მარიამ ლაშხმა, რომელიც თამარ ბაგრატიონთან ერთად ვაშინგტონში ქართულ დელეგაციას წარმოადგენდა. თამარ ბაგრატიონი გუშინ მელანია ტრამპის ორგანიზებული სამიტის სამუშაო სესიაზე სიტყვით გამოვიდა. თურქეთში მსახიობ ჰანდე ერჩელის დაკავების ორდერი გაიცა. საქმე ნარკოტიკებთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება. ამავე საქმეზე შოუ ბიზნესის წარმომადგენელი კიდევ 14 პირია დაკავებული.